თუ კაცი გაქრა და აღარც გწერს, რა დროის შემდეგ შეიძლება ახლიძებნა? თუნდაც მაშინვე. იმიტომ რომ კაცი, რომელიც ახსნა-განმარტების გარეშე გაქრა, უკვე გააკეთა მან თავისი არჩევანი და ახლა არჩევანი შენზეა. ლოდინი? რისთვის? ერთგულება არ ნიშნავს ადამიანის მოლოდინში ჯდომას, თვისაც საერთოდ სულ ერთი ხარ. ერთგულებაა, როცა ორივენი ერთმანეთს ეჭიდებით, მაშინაც კი როცა რთულია. მაგრამ თუ მიგატოვეს ასე უსიტყვოდ, ახსნა-განმარტების გარეშე უპატივცემულოდ, ვისი ერთგული ხარ? ილუზიის? ყოველმა ქალმა უნდა გაიგოს ერთი მარტივი რამ. შენ არ დაბადებულ ხარ იმისთვის, რომ ვიღაცის სათადარიგო იყო. შენ არ ხარ ნივთი, რომელიც შეიძლება დაკარგო და მერე იპოვნო, როცა მოგესურვება. შენი ფასეულობა იმაში კი არ არის, თუ რა დიდხანს შეგიძლია აიტანო ვიღაცის დუმილი. შენი ფასეულობა შენშინვეა. კაცი, რომელიც ქრება გაკვეთილია, გაკვეთილი იმის შესახებ, რომ სიყვარული ლოდინი არ არის. სიყვარული ორმხრივობაა და თუ ის არ არის, მაშინვე ჩასაჭიდიც არაფერია. ამიტომ, თუ ის გაქრა, იცოდე, რომ შენ არ ხარ ვალდებული, რომ ელოდო ვიღაცას. შენ ვალდებული ხარ, რომ იყო ბედნიერი.